მოგესალმებით ყველას ჯეონომაციდან ძალიან მიყვარს დღევანდელ თემასთან დაკავშირებული ვიდეო აქამდე რომ არ გამიკეთებია ძალიან მიყვარს ბუნებაში კემპინგი, მოტოციკლები და რა თქმა უნდა არავისთვის სურპრიზი არ იქნება გემრიელი საჭმელი და რა თქმა უნდა იმაზე უკეთესი რა იქნება ეს ყველაფერი რომ გავაერთიანოთ. ხოდა დღევანდელ ვიდეოში ვეცდები ამომწურავად მოგიყვეთ ყველაფერზე თუ რაც არის საჭირო მოტოკემპინგისთვის. Ну, რა თქმა უნდა, სამთვიან ექსპედიციაზე მონღოლეთში არ მაქვს საუბარი, ეგეთ ტრიპს ცოტა სხვანაირი მომზადება სჭირდება, მაგრამ განვიხილავთ სიტუაციას მაქსიმუმ 2-3 დღიან კემპინგზე და თუ რა არის ამისთვის საჭირო. ვიდეოს ფორმატი კიდევ უფრო მეტად რომ გავამარტივო, მთელ ინფორმაციას დავყოფ რამოდენიმე პუნქტად და დავიწყოთ პირველით. დავიწყოთ პატარა რესერჩი, თუ სად არის დანიშნულების წერტილი, დავსახოთ სრული მარშრუტი, რეალისტური დროის და მანძილის გათვალისწინებით და რა თქმა უნდა, თუ არის შესაძლებლობა გავთვალოთ ღამე გასათევი წერტილი. სხვადასხვა ქვეყნებში wild ანუ ველურ კემპინგთან დაკავშირებული წესები საკმაოდ განსხვავდება და ეგრე მარტივი არ იქნება კარვის ყველა წერტილზე გაშლა, როგორც საქართველოშია. დამიჯერეთ ბევრჯერ ამაღებინეს გაშლილი კარავი უკან. მაგალითი რომ მოვიყვანო, მთელ გაერთიანებულ სამეფოში მხოლოდ შოტლანდიაშია wild კემპინგი დაშვებული. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კემპინგი შეუძლებელია ამ ქვეყნებში. სულ რაღაც 10 ევროს ან ფუნტის ფასად შეგიძლიათ დაარეზერვოთ ადგილი უამრავ კემპსაიტზე და ზოგიერთ მათგანზე შეგიძლიათ ადგილთან ერთად კარავიც დაჯავშნოთ, ასე რომ საკმაოდ დიდი წონაც მოგაკლდებათ გზაში. საქართველოშიც კი რა თქმა უნდა უკეთესი იქნება, როდესაც იცი სად მიდიხარ და რას უნდა მოელოდე, ვიდრე ადგილზე მიხვიდე და საათობით დრო დაკარგო კარგი კარვის გასაშლელი ადგილის შერჩევაში. შესაძლებელი ინფორმაცია შეგიძლიათ წინასწარ მოიძიოთ ტურისტულ საიტებზე ან ფორუმებზე. ასევე უნდა გაითვალისწინოთ ნავიგაციის შესაძლო პრობლემებიც, თქვენი ტელეფონი შეიძლება არ იჭერდეს იმ რაიონში, საიდანაც გაგიწევიათ, ასე რომ ტომტომის მსგავსი ნავიგაცია თუ არ გაქვთ, გირჩევთ თქვენ ტელეფონზე შემდეგი რამ გააკეთოთ. ოფლაინში გადმოწერილი რუკით დამიჯერეთ ნამდვილად დაიზღვევთ თავს. მე პირადად ეს ლაიფჰაკი ხშირად გამომდგომია. მომზადების დროს პირველი რაც უნდა გაითვალისწინოთ არის ის, რომ მოტოციკლზე საბარგული არ გვაქვს, როგორც მანქანაში, ასე რომ ყველაფერი რაც თან მიგვაქვს, უნდა იკავებდეს მინიმალურ ადგილს. რა თქმა უნდა, ვიღაც კემპინგზე მიდის Ninja 400-ით, ხოლო ვიღაც BMW GS-ით. პირველი ბაიკის შემთხვევაში არანაირი საბარგული არაა, ხოლო მეორე შემთხვევაში შეგიძლიათ გვერდითი ყუთები დაამაგროთ და ასევე ტოპბოქსიც. ჩემი Kawasaki-ის შემთხვევაში ბაიკზე შემეძლო და მეტია რეინსუთი, ანუ საწვიმარა, ტანსაცმელი, კარავი, გასაბერი მატრასი და ბალიში, საძილე ტომარა, გასაშლელი სკამი და მაგიდა, მთელი ჩემი კამერაგიერი, საჭმელი, წყალი, უმეტესწილად ლუდი და რა თქმა უნდა, საჭმლის მოსამზადებლად ან წყლის გასაცხელებლად გიარი, რადგან ყველგან ცეცხლის დანთება შეიძლება ვერ მოხერხდეს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ შეიძლება კემპინგი პატარა ბაიკით. ამისთვის არსებობს tailbag-ი, backpack-ი და tank-bag-ი. მაგალითად, სწორედ ასე მოვიარე ინგლისის სამხრეთი პირველად და ველსი ჩემი CBR 600-ით. კიდევ ერთი რამ თუ აპირებთ კემპინგიერის ყიდვას, ეცადეთ მაქსიმალურად კომპაქტურთან ერთად, რაც შეიძლება მსუბუქი ვარიანტები შეარჩიოთ, იმიტომ რომ ბაიკების უმეტესობას მაქსიმალური დატვირთვა 180-200 კილოგრამს არ აღემატება. და ხანდახან თქვენი მეორე ნომრის და მთელი ნივთების ჯამი შეიძლება ზღვარს ასწრეს, რაც ნამდვილად არაა რეკომენდირებული. ყველაზე მნიშვნელოვანი კვება კემპინგზე წასვლისას ყოველთვის ყველაზე მძიმე რაც არის ჩანთაში, ეს არის საჭმელი და წყალი. ასევე ლუდი, ასე რომ თუ კემპინგზე მიდიხართ ჯგუფთან ერთად და დასახლებული პუნქტიდან ძალიან შორს არ ხართ, ყოველთვის ამჯობინეთ რომ დაბანაკდეთ და შემდეგ რომელიმე თქვენგანი წავიდეს საჭმელ სასმლის მოსატანად.
თუ არ არის ამის შესაძლებლობა, მაქსიმალურად შეამცირეთ საჭმლის წონა, მაგ შემთხვევაში იდეალურია დეჰიდრირებული საკვები, მაგალითად ათასნაირი სუპი ან რაგუს სტილის მილები, რომლისთვისაც მხოლოდ ცხელი წყალია საჭირო. ასე რომ მეორე და მესამე დღის კემპინგისთვის 5 კილოს ამწვადეს მოწაიღებთ. რაც შეეხება საჭმლის მოსამზადებელ ან წყლის გასაცხელებელ გიარს, ინტერნეტი სავსეა სხვადასხვა პროდუქტებით, მე ალბათ უმეტესობა უკვე გამოვცადე, არავის არ უთქვამს, რომ კემპინგზე გემრიელი საჭმლის მომზადება არ შეიძლება. ესე იგი, თუ კემპინგზე პულსის დაკარგვამდე არ აპირებთ დალევას, რომ მეორე დღეს არც კი გახსოვდეთ სად და როგორ გეძინათ, მაშინ ეს პუნქტი საკმაოდ მნიშვნელოვანია თქვენთვის. კემპინგზე კომფორტული საძილე პირობები რომ შეიქმნათ, არსებობს ათასნაირი პროდუქტი, ვიღაცას სამოთახიანი კარვით ზინავს, ხოლო ვიღაცას საძილე ტომარაც კმარა. მე კი დღეს გეტყვით ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ და დანარჩენი თქვენ გადაწყვეტათ. კარავიან ჰამაკი ეცადეთ შეარჩიოთ ორფენიანი, რომ შიგნიდან კონდენსატი არ გაიკეთოს. დამიჯერეთ შიდა სველკედლებიან კარავში, ძილი არც თუ ისე კომფორტულია. შემდეგი ის, რომ დღისით თუ კაი ამინდი იყო, ღამეს ან მეტყეში ტემპერატურა შეიძლება ძალიან დავარდეს, ასე რომ საძილე ტომარა შესაფერისი თერმული რეიტინგით შეარჩიეთ. თუ გონიათ, რომ საძილე ტომარა, რომელსაც აწერია -15-20 გრადუსი, სიუღამეს უეჭველი დაგიცავთ, ძალიან ვცდებით, ეგ რეიტინგი სწორი იქნება საძილე ტომრის არაკომპრესირებულ მხარეზე. ანუ თუ ზურგზე გძინავთ, ტომრის ქვედა მხარეში ჰაერი არ იქნება კომპრესიის გამო. ანუ ის ინსოლაციის ფუნქციას კარგავს და არანაირ თერმულ დაცვას არ გაძლევთ. ამიტომაც ამ ყველაფერს სისტემურად უნდა მიუდგეთ და საძილე ტომარის დაუცველი მხარე თერმული გასაბერიან ჩვეულებრივი პადით დააზღვიოთ. თქვენგან რომელიღაც იტყვის, ამდენი რამე თუ წავიღე, რაღა კემპინგი გამოვიდაო. მე კი გაგცემთ პასუხს, რომ მაშინ ჯობია ლუდზე უფრო გრადუსიანი რამე წაიღოთ. First aid kit-ი და tire repair kit-ი, თუ ჯგუფი მიდიხართ, ეცადეთ რომელიმეს მაინც გედოთ ჩანთაში, განსაკუთრებით თუ დასახლებული პუნქტი თქვენგან შორს იქნება. ასანთი ან სანთებელა წარმოდგენა არ გაქვთ, რამდენჯერ დამვიწყებიან დამიკარგავს და რა თქმა უნდა დანა ან პატარა ნაჯახი. ღამე ტყეში ნამდვილად ცივა, ასე რომ ცეცხლის დანთება დამიჯერეთ ძალიან მოგინდებათ. სულ ეს არის დღეისათვის, იმედია რამე ახალი გაიგეთ ამ ვიდეოდან და წინ მგონი მზად ხართ მოტოკემპინგისთვის, ასე რომ დროს ტყუილად უნდა კარგავთ და დაიწყეთ მზადება თქვენი მორიგი მოგზაურობისთვის. რა თქმა უნდა, ვიდეოს დალაიქების და არხის გამოწერის შემდეგ. კარგი.